დიდ ხუთშაბათს, რომ ქრისტეს უნებათა ხსოვნა მუდამ საჭიროა და რათა ქრისტეს საიდუმლოებებს სიფრთხილით ვეზიაროთ. ძმანო და მამანო, იმდენად სასურველი, მშვენიერი და სულისთვის სასარგებლო რა უნდა იყოს, როგორც ქრისტეს უნებათა მუდმივი ხსოვნაა, რომელნიც ქვეყანას და მის დიდებულ სიკვდილს ხონების მომტანი გაუხდნენ, რომლითაც ყველამ აღდგომა და მარადიული უხრწნელება შევიძინეთ, რადგან ჟამი არს ყოვლისა საქმისა, როგორც დაწერილია, ხოლო ჩვენს მაცხოვარზე აღსრულებული საიდუმლოთა განგებულებების შესახებ საუბარი და გახსენება კი მუდამ საჭიროა და ნაბრძანებია ჩვენთვის, ხოლო უფრო მეტად ამ დიდებულ დღეებში, როდესაც ჩვენი გამოხსნის პასექი აღასრულა. არა მარტო სათქმელად, არამედ საქმით საზიარებლადაც, როგორც მოციქული ამბობს, უკვე თუ მისთანა ვივნოთ, მისთანავე ვედიდნეთ და ასევე ჩვენ ცხოველნი ესე, რომელ მორწყვდებით მისთვის. ხოლო ქრისტეს უნებათა და მისი გამოუთქმელი განგებულების ხსოვნა სულის განსაწმენდელია, გონების განმანათლებელია და მომავალი საღვთო ბრწყინვალების სიხარულია, რადგან მოციქული ამგვარად ამბობს, მარადის გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცვიდით, ყოველსა შინახ მადლობდით. ამ სამი სათნოების მიერ ჩვენი ცხონების ყველა სახე აღესრულება, რადგან როცა მთლიანად დაუკლებლად მასში ვიცხოვრებთ და ქრისტეს სიცოცხლის მომცემებნებებს შევისწავლით, მტერი ვერანაირ ადგილს ვერ იპოვის ჩვენში. ღმერთის მიმართ ჩვენი ჭეშმარიტი და ცხადი სიყვარულის ნიშანი ესაა, რითაც მისთვის მისაღებნი გამოჩნდებით, რომელმაც საკუთარი სული ჩვენთვის, მტერთა და განდგომილთა გამოდადო. მოვდუნდებით, ნურთ სიზარმაცით სულმოკლენი ვიქნებით ღვთისმსახურებისა და სათნოების ღვაწლში, ძმათა მსახურებაში, ფსალმუნებასა და ხელსაქმეში, ზომიერ მარხვასა და გემოთმოყვარეობისგან განშორებაში, გრძნობათა მოთოკვასა და ფრთხილად მართვაში, სულის გამხრწნელ და გონების დამაბნელებელ გულის სიტყვათაგან გონების დაცვაში, მთელი სულგრძელებითა და მოთმინებით თითოეულის დასაცავად, რათა როგორც კეთილი მშრომელნი, სულიწმინდის სხვადასხვა სახის მადლთა მიღების ხერხსნი გავხდეთ. ამ ქვეყნის უამრავ ვერ უყურებთ, მიწიერ მეფეს როგორ გულმოდგინეთ და მონდომებით მიყვებიან, რომელთაც ამ გახსნადი მეფისაგან სხვა არანაირი ქვემოქმედება არ მოელით და ასე მხურვალეთ და მონდომებით მიყვებიან, სადაც გინდა, როგორც ბრძოლაში, სასაკლაოსა და სხვადასხვაგვარ სიკვდილში და ეს საწუთრო დიდებისა და ხრწნადი სიმდიდრის გამოა, ხოლო ჩვენ ვინაიდან მოწოდებულნი ვართ ცათა სასופევლის, მარადიული სიცოცხლისა და გამოუთქმელი სიხარულისთვის, ნუ თუ ზარმაცნი და მოშვებულნი უნდა ვიყოთ და მთელი გულმოდგინებითა და მონდომებით, როგორც ქრისტეს სამეფოს მხედრებმა, თავი არ უნდა წარუდგინოთ ღმერთს. საღვთო წერილი გამოიკვლიეთ, რომელიც მუდამ ხელში გიჭირავთ. ნახეთ და ანდრინდელი წმინდანები განიცადეთ, თუ ღმერთს მოსაწონი როგორ გაუხდნენ, როგორი იყო მათი გულმოდგინება, როგორი სულის მხურვალება. რამდენი შრომაა ჩვენეს და ჩვენმა კეთილმა ღმერთმა ამქვეყნოთ ნიშებით, სასწაულებითა და საკურველებებით როგორ განადიდა. იმდენად, რომ ამ ქვეყნის მიერ ღმერთად საფიქრელები გახდნენ და მომავლის დაუსრულებელი ბრწყინვალების შარავამდეც აქვე წარმოაჩენდნენ. არა მარტო ისინი, რომლებიც თავიდანვე კეთილი და ბოროტების არ მცოდნენი იყვნენ, არამედ ისინიც, რომელნიც თავიდან განდგომილნი, დამძიმებულნი და ცოდვათა სიღრმეში ჩაძირულნი იყვნენ, სინანულის საშუალებით იმდენად ამახვდნენ სიკეთის სათნოების სიმაღლემდე, რომ მრავალ მათგანზე აღმატებულნიც კი გახდნენ, რომელნიც თავიდანვე არ იყვნენ ჩავარდნილნი ცოდვაში. სიზარმაცისათვის გონების მოშვებისა და გულის უმობელობის გარდა ერთი მიზეზიც არ არსებობს, რაზეც მოციქული ამბობს, განიხვიძე, რომელსა ესე გძინავს და ახსდեք, რომელი ეგე მომკვდარ ხარ და განგანათლოს შენ ქრისტემან. ანდა სიტკბოებასა სიმდიდრისა მისისას და სულგრძელებასა შეურაცხყოფ. ვერ გიცნობი ეს რამე თუ სიტკბოება იგი ღვთისაი სინანულად მოგიყვანებს შენ. ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებლითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა, მას რისხვისა და გამოჩნებისა სამართლად მსაჯულებისა ღვთისასა, რომელმან მიაგოს თითოეულსა საქმეთა მართაებრ. ასე რომ უარმყოფილმა იხილე, შიშის მომგვრელი ნათქვამიდან შეწრწუნდი და სიზარმაცის ძალისაგან გამოფხიზლდი, რადგან შეუმჩნევლად მომსვლელია სიკვდილი. აი უკვე ყველა წავალთ აქედან და ნეტარია ის, ვინც ამ ქვეყნიდან კეთილი სიცოცხლითა და საღვთო ცხოვრებით გავა, რომელსაც ღმერთი თანამოღვაწედ და თანაშემწყალებლად ეყოლება. იგი გარდაცვალების დროს მისთვის მოვლენილი ანგელოზის მიერ არ შეწრწუნდება, არამედ სიხარულით იგრძნობს მას და თავისი მეუფისაკენ სურვილით წავა. ხოლო თუ კი ასეთი ცხოვრება და კეთილი საქმეები არ ექნება, ყოველი მხრიდან შევიწროვდება, შეშფოთდება და ნუგეშინის მცემელი არავინ ეყოლება, არამედ ყოველგვარი შეწევნისგან მიტოვებული და უძლური იქნება. ასეთი სულისთვის საზღაური რა უნდა იყოს, რადგან როგორც წინასწარმეტყველი დანიელი ამბობს, დინარე ცეცხლისა დიოდეს წინაშე პირსა მისა, 1000-1000-თანი მდგომარი იყვნენ წინაშე მისა და ბევრნი ბევრთანი მსახურებდეს მას და შიშის მომგვრელი და მიუკერძოებელი მსაჯული. პასუხი კი უქმ სიტყვამდეც მოეკითხებათ, როგორც სახარებაში დაწერილია. ამ ყველაფერს საბრალო სული როგორ იტვირთებს,
რადგან ნამდვილად საშინელ არ შევდომა ხელთა ღვთისაცხოველისათა, ხოლო უფრო საშიშია, როცა სამართლიან განაჩენს დაუსრულებელი ტანჯვისათვის გადაცემას გაიგებს. ამიტომ გევედრებით, ჩემო საყვარელო ძმებო, სიკვდილის მოსვლამდე სინანულით გულმოდგინეთ ვიღვაწოთ ღმერთის მოსაწონად, რათა კეთილი ღმერთი ჩვენთვის მოწყალე გახდეს. ჩვენი მეუფედ ანგელოზები მოყვარეებად შევიძინოთ, რომელნიც ამის შემდეგ მომსვლელნი არიან ჩვენთან. სულის მღვიძარე თვალი შევიძინოთ, ნებებთან ბრძოლაში სრულიად უძლეველი გონება მოვიპოვოთ, რადგან თუ კი ოდნავ მოვდუნდებით, მაშინვე გავემართოთ. ცრემთა სიმრავლით მტერთა გახურებული ისრებით ჩავაქროთ და სანაცვლოდ ქრისტეს სურვილით გავიხუროთ. დიდი შემწიარს ლოცვა იმართლისაი, როგორც დაწერილია. ამიტომ დაუძინებელი ლოცვა ნამდვილად გვჭირდება, რადგან ერთმანეთის მოხსენიება სრულია. დიდი ძალა აქვს ღმობიერ ცრემლებს, პირველ რიგში და ყველაფრის შემდეგაც ქრისტეს უხრწნელი ხორცისა და სისხლის მიღებას, რომლის მიმართაც როცა სიზარმაცით და ურცხვად ხედავთ, ძლიერ გაკვირვებული ვრჩები, რადგან კვირის 7 ულში მისაღებად ერთხელაც არ ემზადებით. მონასტერში რომ წარვიყოთ, უსისხლო მსხვერპლს ყოველდღე უნდა ვწირავდეთ და ვისაც მიღება ენდომება, დიდი სიფრთხილით ეზიაროს. ხოლო აქ მოუხერხებლობის გამო დროდადრო აღვასრულებთ და მსგავსადვე საუფლო მარგალიტთან მისაახლებლად მონდომებული არავინ ჩანს. როცა ამას ვამბობ, არა მოურიდებლად და უღირსად ზიარებისთვის მოგიწოდებთ, ნურც მოხდება, რადგან მოციქულისა აი რა გვესმის, რასაც დღევანდელ დიდებულ და ბრწყინვალე დღეს ვკითხულობთ. გამოიცადენ თითოეულმან თავი თვისი, დაისრეთ პურისა მისგანი ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ, რომელი ჭამდეს და სუმიდეს უღირსების, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სვამს, რამე თუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი. ამის კეთებას არ ვამბობ, ნურც მოხდება, არამედ რათა ზიარების სურვილით რამდენადაც შეგვიძლია საკუთარი თავი ყოველგვარი არაწმინდებისგან გამწმინდოთ და წმინდა სხვენთან მიახლების ღირსნი გავხდეთ, რადგან ეს წინ დადებული პური ცხონების შემწია, როგორც უფალმა თქვა, მე ვარ პური, რომელიც ზეცით გარდამოვხეთ, უკვე თუ ვინმე ჭამოს ამის პურისაგან, ცხონდეს უკუნისამდე და პური, რომელიმე მოგცე თქვენ, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივცემ ცხოვრებისათვის სოფლისა და კვლავ ამბობს, რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმირდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა ეგოს და მე მისთანა. ამ გამოუთქმელ და მიუწვდომელ საბოძვართა სიმართლე და სიმდიდრე იხილე. ჩვენ გამო არა მარტო ჯვარზე სიკვდილი ეტვირთა, არამედ საკუთარი თავის საჭმელად მოგცა და წინ ყველას ერთად დაგვიდო. ჩვენ მიმართ საღვთო სიყვარულის ამაზე უფრო მეტად გამომხატველი განა რა არის? ანდა ჩვენთვის ამაზე მეტად საცხოვნებელი რა უნდა იყოს? დღევანდელ დღეს საიდუმლო სერობა მოწაფეთა შორის აი უკვე აღასრულა. იმის სახედ, რომ სახვალიოდ ყველას გამოსასყიდად მამისათვის საკუთარი თავის შეწირვას აპირებდა. უფალმა საიდუმლო ზედასართულზე პური გატეხა და მოწაფეებს გაუნაწილა. აგრეთვე სასმელიც და უთხრა მათ, ეს არის ხორცი ჩემი და სისხლი ჩემი ახლის აღთქმისაი, ამას ყოფთით მოსახსნებლად ჩემდა, რომელზე ამაღლებული და უმჯობესიც რა უნდა იყოს, რომელნიც მიღების ღირსნი ხდებიან. აი აგერ ჩვენ წინაშე დადებულ ამ უბრალო პურსა და სასმელს არავინ არის ისეთი, ვინც ყოველდღე მოაკლდებოდა და თუ კი ვინმე ერთხელ მაინც მოაკლდა, მუდამ მწუხარია ძლიერ. ვინაიდან ახლა არა უბრალო პური, არამედ სიცოცხლის პური და სასმელიც არა უბრალო, უკვდავების სასმელი, უპატიოდ როგორ უნდა მივიჩნიოთ იგი და არაშესაფერისად და სრულიად არასაჭიროდ. ჰოი, რამდენი მიუხედრელობისა და უგუნურების საქმეა ეს. მაგრამ ამ მირიდან გლოცავთ და გევედრებით, რათა გაფრთხილდეთ და ამ მადლის ძალა და წყალობა გაიაზროთ. და რამდენადაც შესაძლებელია საკუთარი თავები განწმინდეთ, რათა სულისა და ხორცის ამ გამწმენდელის მიღებას არ მოაკლდეთ. ასევე უხრწნელი ხორცის შეწირვისას მოსმენისა და ხილვის მსურველნი ვიყოთ და როცა ზარისგან გავიგებთ, მისასვლელად ნუ შეგაფერხებთ. თუნ ხელსაქმე, ან მეგობართან საუბარი, ან და შენ მიერ რაიმე აუცილებლობად მიჩნეული იყოს, ყველაფერი მიატოვე და ზეცათა მეუფის საიდუმლოს მსახურებისათვის და აღსრულებისათვის გულმოდგინეთ მიუახლოვდი. თუ კი მზად იქნები დაუცარიელებელი ქონება, ესე იგი ზიარება დიდი სურვილთა და ლმობიერებით მიიღე. ეს საქმე სიმართლით მუდამ სიწმინდისა და სიფრთხილის მიზეზად, მუდმივ სამზადისად და ქრისტეს საიდუმლოთან საზიარებლად გაგიხდეს, რადგან ზიარების უპატიოდ მიჩნევა და მისგან სიზარმაცითა და დაუდევრობით განშორება ვნებათაგან უნაღველად გასახრწნელებსა და ყოველგვარი სიფრთხილისგან გაუცხოვებულებს გვხდის ჩვენ, რაც სიკვდილია სულისა. მაგრამ ჩვენმა ქრისტე ღმერთმა ამ დიდებულ დღესა და ჩვენი ცხოვრების ყველა დღესაც ღირსნი გავხადოს თავისი უხრწნელი და სიცოცხლის მომცემის სისხლისა და ხორცის დაუსჯელად მიღებისა და ჩვენი გასვლისას ცხონების საგზლად, სიცოცხლის მცველად და მარადიული ნეტარების მიზეზად გაგვიხდეს თავისი მადლითა და კასთმოყარებით, რომელსაც ჩვენის დიდება თანამამით და სულით წმინდით ვურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.